Რამდენ ხნიანია ეს დეპორტი გერმანიაში და ეხება თუ არა ზოგადად მარტო გერმანიას თუ სხვა ევროკავშირის ქვეყნებზეც ვრცელდება? ასევე კითხვები თუ არის რამე შეზღუდვა, ან მაქვს რამე შეზღუდვა რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაზე, ან რამდენ ხნიანია ეს შეზღუდვა, ძალიან ხშირად მხდება და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ჯგუფებში ძალიან ბევრი გამოჩნდება, ვინც სხვადასხვა დაგისახელებთ და რეალურად ამაზე პასუხი არავის არ შეუძლია გაქცეთ. ეს იქნება ლატარია, ვიღაცის ვარაუდები, ვიღაცის გამოცდილებაზე, მაგრამ ფაქტად რჩება, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელმაც ეს შეზღუდვა დააწესა. ზოგადად ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. თუ დეპორტის შემთხვევაში დაგხვდნენ საქართველოს მხრიდან სამართალდამცავები, მაგ შემთხვევაში შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს კონდეს ეს ინფორმაცია, ანუ დეტალები თქვენი დეპორტაციის შესახებ და შეიძლება ამის გამოთხოვა, სხვა შემთხვევაში ერთადერთი ორგანო, რომელსაც ეს ინფორმაცია აქვს, არის იმ ქვეყნის საიმიგრაციო სამსახური, ასე რომ ყველას გირჩევთ მიწეროთ წერილი იმ ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურს, დაურთოთ თქვენი პასპორტის ასლი და გაგცემენ პასუხს.